შევდივართ მზოვრეთის მონასტერში, ახლა ვიმყოფებით ქალერში. აი, გეცნობათ ალბათ ქალერი. ხატებს დაბლა მამას, აი მარმარილოში აქვს ამოღებული უფლის ხელი გამოჭრა. მარმარილოში გამოჭრა უფლის ამოტრიალებული ხელები, როცა მასწავლარი ჯვარზე გააკრეს, ხელები ამოუტრიალეს, სამსჯვალით მიამსჯვალეს ჯვარზე, ანუ თავისი გულსმით და თვითონ გულსმის მანდარის ზეთილო ჩასმული, ყოველ ღამე არის ჩვენთან ღამისდერის წირვალოცვები, მსახურებები და ყოველ ღამე ოქრო კანდელს ვაკეთებთ, მანდა იქნება კანდელი. ეს ძალიან ლამაზი ამეთვისტოები ჩაუშინა სილამაზის გამო ამ წმინდა ხატებს მომო დაბლა და სურვილი აქვს რომ მსახურებაზე რომ სიმბოლურად მან სანდრები ჩადოს, რომლებიც იქიდან აირეკლებს ხრიბს და მთლიან ტაძარს იატაკს მოეფინება ერგვა. აი ეს კარნის რასაც ვეძახით, რაც გარშემო შემოღებულია ტაძრისა, არის ღრუბლები და ღრუბლებიდან წვიმის წვეთები გამოსული. და ეს ანგელოზთა ხელები არის სანათელი, რაც გვაქვს მავალმასე აგვესნა, ხატებზე რაც ანგელოზები არიან გამოსახულნი და დაწერილნი, ყველას ერთგვარად ბურთები და სფეროები. ეს ბურთები და სფეროები არიან ინდივიდუალური კურთხევა. ანგელოზი მიქაელსაც რო უჭირავს. მიქაელი, გაბრიელი, ყველა ანგელოზები რაც კი ხატებზე არიან გამოსახული, ყველას უჭირავთ ბურთები. ხო და ეს ბურთები არის კურთხევანი. ანუ ყველა სათითაოდ ინდივიდუალური კურთხევა აქვს და ანუ გარშემო რაც ხდება ეს სტიქიები, მოვლენები, რაც კი რამე არსებობს და იმართება, ღვთისგან იმართება და ამ ანგელოზების მეშვეობით იმართება ჩვენ უბრალოდ ადამიანები ბუნებითობას, ჩვენ უბრალოდ ადამიანები კანონზომიერებას მოვაწერთ, მაგრამ ამ ბუნებითობისა და კანონზომიერების უკან თუ რა ხდება, ამას ადამიანი არ იღებს. ხო და ეს ანგელოზები არიან დედამიწად პრობლემები. ხელთ უჭირავთ უპრიათ დედამიწა და დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომელმაც მასე აღიხსნა, რომ ნახეთო უყალეო რამდენად მოწყალეო, რამდენად უყურებო მისი ძეებიო, მისი შვილები, მისი ქმელებებიო, რომ ანგელოზთა მეშვეობით ხელში ატარებულ გადაცემულს დაგვადარებთ თითოეულ ჩვენთაგანს, მის საფარველშიო, მის სწავლობაშიო, მის მადლშიო, მის გამოვლენილ ამის სიყვარულსა და საჩუქარში. ამან კედლებში ჩასვა ძალიან ძვირფასი ქვები. თის ბროლები, პირიტები, კვარცები, მალახიტები, ამეთვისტოები და სხვადასხვა ბუნებრივი ქვები. სადაც წმინდა ხატები გვაქვს დამზადებული, ნახეთ, მამაო კედლებზე ანგელოზთა ხელები, მაგრამ რომელიც თევზებით მიაბარა.
ეს ანგელოზთა ხელები ჩვენ შემთხვევაში არის მღვდლისა და დიაყნის, რომლებიც საცეცხლური გამოდიან სახურებაზე თელტაძარს, უგმევენ ალტაზარში მდგომ ადამიანებს, მოვაწვიდა ხატებს და საფო ლიტურგიასა და მსახურებას აღასრულებენ. რადგან სამების სახელობის არის ჩვენი ტაძარი, მამამ სამი ანგელოზი შექმნა თავისივე ხედვით, თავისივე ხელით, ორ ანგელოზს ფრთებზე დაადრაგნილი, წინა ანგელოზს ხელთან დაპყრობილი, თანაბრად არის განაწილებული ამ დრაგნილის სიმძიმე, ამ დრაგნილზეა მამაოს დაწერილი ლოცვა და ლოცვაზეა გამზადებული წმინდა ხატი. რადგან სამების არის ჩვენი ტაძარი, ჩვენს ტაძარს აქვს სამი კარები. სამივე კარებზე შიგნიდან არიან ქერუბიმი, კართან მცველი ანგელოზები, ასე ეწოდებათ ამ ანგელოზებს და ასევე კარებზე მამაო სახელურებად თევზები დააყენა. თევზები იმიტომ, რომ პირველივე საუკუნეებში, როცა ქრისტეს მოწაფე მოციქულები იუდეველ ებრაელების მიერ იდევნებოდნენ, სწორედ მათ ერთმანეთს სიმბოლურად ნიშანი მისცეს, ახმადაუდეს, რომ ერთმანეთისგან გამოეჩიათ ამ ადამიანებს ერთმანეთი, რომ ქრისტიან მართლმადიდებლები იყვნენ და თავიანთ საცხოვრისი სახლის კარებზე ამოჭრიდნენ და ახადავდნენ თევზებს. ზოგს ხელზე ჰქონდა ჩამოკიდებული, როგორც ახლა ჩვენ ქრისტიან მართლმადიდებლებს ჯვარი გვაქვს ჩამოკიდებული, ზოგს სამაჯურად ჰქონდათ და თევზი ჰქონდათ და ვისაც ეს სიმბოლოები ჰქონდათ, უკვე იცოდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, მართლმადიდებლები იყვნენ, სახში ერთმანეთთან შედიოდნენ, განამტკიცებდნენ ქრისტეში, უკადავგებდნენ, მოძღვრავდნენ და ასწავლიდნენ, რა თქმა უნდა და სწორედ ეს იუდეველი ებრაელები ვერანაირ ბრალს ვერ დებდნენ, ვერანაირად ასე ვთქვათ, თევზში ვერ ხედავდნენ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, ეს რა თქმა უნდა ღვთისგანგებით, ღვთისდაშვებით, ესეც რა ყოფილიყო მაგ დროის მოსახლეობა ძირითადად მებადურ მეთევზე მესახებლეები იყვნენ, მათი სარჩენის ამ ყოფისიც სწორედ ეგ იყო და სწორედ თევზების სიმბოლურად აი ამის სიმბოლო და ამის ნიშანი არის. და ეს ჟანგლები სწორედ ჩვენი სახე არის, სადაც ვამბობთ სამთლებს, სადაც სამთლები მდგება. მადლობა. და იმ წევრებითა და იმ კუთხეებით მოცემით, რაც დავიძინა და მოხდა უყალარო, უგუნდა რომ საუკუნო სიცოცხლის ხე ნაყოფი შევიქმნათ და ამ საუკუნო სიცოცხლის ხის ნაყოფა საუკუნო ვინა. თუ არა და მოწოდება ამ საუკუნო სიცოცხლის ხეს და საუკუნო სახელმწიფო არწივი რომელსაც ჩვენ შემთხვევაში ჭყალები ყველი არის სიკეთის ძლევა ბოროტებასი. თუმცა აი ძველი ტაძრები, რომლებიც აქვს ჩვენ ქართულ მართლმადიდებლებს, აი სადაც არის სიმბოლოები, წყარის სახით, ხარის სახით, არწივი, ლომი, ანუ 4 მახარებლის სიმბოლო იყო, ლუკა, მარკოზი, მათე და იოანე. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამ სიმბოლოებით არ არის. წყარი თავდაბლობის მოჩილების, ხალის სიძლიერისა და ერთგულების სიმტკიცის და არწივს, რომელსაც ჭყალებით გველი უჭირავს სიკეთის ძლევა ბოროტებაზე. ანუ თევზი სიმბოლურად იმიტომ არის, რომ ქრისტეს განასახიერებს. ყველა არის ახლა ეგრე, წყარიც არის, ხარიც არის, არწივიც არის, ჩიტებიც არიან, პრედოებიც არიან და სხვადასხვა ყოველებ ფრინველებიც არის. ლამაზად ეს კიდე ანგელოზები ძალიანად ფარველი მოაჯირებას გამოიყენა. აი რასაც გეუბნებოდით არწივი რომელსაც წყალობით გველი უჭირავს გო მამამ ბროლები დააყენა ყველა ტრომპზე ბროლები აქთის ბროლები ბუნებრივი ხელოვნური რაც არის რადგან ეს არის სანთლის სიმბოლო აქეთ ხარი იქით ხვარი გადასვლა სვანური კოშკების გადმოსვლა აქ თვითონ ორნამენტები თევზებია გარშემო კარნიზად შემოვლებული მთელ ტაძარზე აი ვაზი ჩვენი ქართული ბოლნური ჯვრები უსასრულობის სიმბოლოები გასხივოსნებული ანგელოზები სადაც არის ფანჯრებთან, ჭვირულებში ამოღებული და მთლიანად თავისივე ხედვით. ფიფერი ხდება, უფრო შინისფერი და უფრო ძალიან ლამაზი. ფოკიდან თარამისიდან გვაქვს. აქედან კიდე მთლიანი კავკასიონი ჩანს. ეხლა ცოტა სიკვდილიდან ჩვენ ღმერთმა გამოვიხსნა. მისი ჯვარცმით, მისი სიყვარულით, მისი მოსვლით და მისი ცხოვრების წესით, რაც მოგვეცა. აი როგორც ქრისტემ გაიარა მოითმინა ავი დაინდაბლა, შეურაცხყოფა მიაყენეს, ყველაფერი გაიარეს. სწორედ ეგ არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და ჩვენი ჯვარი. სოფრობაშიც, სიყვარულშიც, ერთობაშიც და არა კბილის წინ. არა ეს ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. უნდა შევურიგდეთ. ხო და აი ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. და არა მე. მე ის მინდა, მე ასე მინდა, მე ისე მინდა, მე იქ მინდა, მე აქ მინდა და ეგ არა. ჩვენ რა
ხისტეს რა. აი ეს უნდა გვინდოდეს და გწყურდეს. ეს როცა მოგწმინდება და მოგწყურდება, ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს მოგცემს უფალი. რის ტვირთვასაც, რის ასე რო თქვა, ატანასაც შევცვლით. ასე რომ ერთად დაგლოცოთ და გაგაწყდეთ. შემდეგში რომ მოგზანდებით, თან ერთად ამოხვათ და ერთიც შეგიწყალეთ და ხო, მე ჩვენ ჩავდივართ ეხლა და ზევით ავდივართ. მერე აქ მამა ივანეს დაგეგმარებულ დაპროექტებული უკვე მონასტრისთვის. თავისი კელიებით, თავისი ტაძრებით, როგორც გითხარით. და აი ადგენილი სახის, აი გალავნისა, კონგურული რაც არის გარშემოწევილობა ან ციხესიმაგრის წარმოიდგინოთ 70-80%-ზე მეტი ქვა არის, სილა არის, ფეში არის, ცემენტი არის, რაც შენებლობა ჭირდება, რაც არსებობა ჭირდება, სანამ იმგზად გაიყვანენ იმამები, ხელით ზურგით აი დადლა დედათა მონასტერი რო არის გადმოსახვევი, აი იქ იცლებოდა ეს სამშენებლო მასალა იყო თუ რაღაცა და ბილიკ-ბილიკ ხელით ეზიდებოდნენ და ამოქონდათ რომ მონასტერი დაიარსებინათ და გაეშენებინათ. მე ეს გზაც არ გულისხმობ დასხმულ გზას, მანამდელი გზაც ნელ-ნელა ჩამოჭრეს მამებმა, ხელი ჩამოასრულთავეს, ჩამოჭრეს და გაიყვანეს, რადგან ამოსასვლელი გზა, სატყეოს გზა როად ის მანამდე იყო მარტო და მე ეს აქეთა თვითონ შემოიყვანეს ხელით თავიანთი ძალებითა და რესურსებიდან, თოხები, წერაქვები, ბაღები დაუყნენ და ნელ-ნელა შემოიყვანეს, რომ სამხიდიანი შემოსული. ეს სამხიდიანი მანქანაც კი არ ყავდა. და ბიჭებს რო თქვია, ბიჭებისთვის რო თქვია, მამაოს რომ გზა უნდა გავიყვანოთ და გავაკეთოთო. მამაოსთვის რო თქვია, რომ მამაო ვერიც კი არ ყავსო და რა გვინდაო გზა. მოკლედ ამოეზიდებითო და კიდე საშრომი უნდა არაო, მოგეშინიათო თქვენო, გვერდიო მოწყალეაო და სწორედ როცა უკვე დაიწყეს ამ გზის ბოლომდე არიყვნენ დასრულები, როგორიდან ამოსულან სამხედროები და მათ სამხიდიანი შემოწირეს ჩვენს მონასტრის ჯარისკაცებმა. მათი საქმე და მათით არის ეს ციხესიმაგრე აშენებული, ანუ ჩვენი მონასტერი. ამ ბაღებს რასაც უყურებთ მამაოს აქ სახარებიდან, ბიბლიიდან აღებული უფლის ცხოვრება, გადმოტანილი და გაცოცხლებული იმიტაცია. აი ზეთისხილები სადაც გვიდგა საუკუნოვანი ზეთისხილები, რა თქმა უნდა შემოწირულობით არის ჩვენს წინამძღვრს მამა ივანეს მონასტერი შემოსწირეს. და მან დააქვს გეცემანის ბაღი სიმბოლურად გაკეთებული გეცემანის ბაღში, სადაც მაცხოვარი თავის მოწიფულთან, მოწაფეებთან ადიოდა, ლოცულობდა, სასწაულებს აღასრულებდა, კურნავდა, მოძღვრავდა და სადაც იუდამ გასცა. აი ქვევით აქ ჯვარცმა გოლგოთის ბაღი მომავს.
აი სწორედ მაგიტო არის მოწითალო ფერის ქვებით, მცენარეებით, ყვავილებით აშენებული შექმნილი, რადგან ჯვარცმისას მაცხოვრი წმინდა სისხლის დაწვეთებისა ყველაფერი მეწამულ ქვეში შეიმოსა და სწორედ იმიტაცია არის აი ამ ჯვარცმის. აი სამი ქოთნოვანი ხე, ფიჭვი, ნაძვი და კიპაროსი, ეს ის ხეები არის, რომელზეც უფალი გააკრეს ჯვარცი. სამხეთა ერთობა, სამება ბიბლიაში ასე არის მოხსენიებული. აქ მამონ სამი ქოთნოვანი ხე ერთმანეთს შეერთა გუმბათით, გუმბათზე ლათინიანი ბოძღალი დადგა, რაც არის სიმბოლო უსასრულობისა, რომელსაც არ საწყისი აქვს, არ სასულიერი და გვირგვინა ჯვარი გამოვინება მარადისობის. ჩვენგან მარჯვენა მხარეს კედელში ფერისცვალების ბაღი აქვს მამალს გაშენებული, ფერისცვალების ხატის ესკიზის შექმნა, შუაში არის უფალი, მის გვერდზე აილია წინასწარმეტყველი და მოსე ძველი აღთის მთავარი და დაბლა საიმოქსიქული, გასმული ეს ხატი თეთრ-არნაილოში თავისივე ხელი დამუშავებული და ეს ფერისცვალების ბაღი და თაბორისთან ერთმანეთს შეუწყო, დაურგო ვერცხლისფერი ნაძვები, მტირალა კედრები, რადგან ეს ხემცენარეები წლის 4 დროისა არის გარდამავალ ფერში, გაზაფხულზე, ზაფხულზე, შემოდგომითა და ზამთრით. აქ გვაქვს სამი ტაძარი, 13 ასურელი მამის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის შორის. 13 ასურელი მამის სახელზე არამდე გადიოდა საქარავნოს სავაჭრო გზა, აბრიშუმის გზა ეგრეთ წოდება. და ეს მეზობელი ქვეყნიდან შემომსვლელი ეს მოქარავნე მოვაჭრეები გადიოდნენ საზვერებს. ეს საზვერები არის ძველი ქართულიდან აღებული და ნიშნავს ვაჟის გადასახად ადგილს. რადგან საბაჟო ქალაქი, ასე არის ისტორიულად მოხსენიებული. მე-15 საუკუნემდე ეს ციხესიმაგრე აუღებელ ციხედ არის მოხსენიებული. ერთადერთი დამპყრობელი გახლავთ თემურლენგი, ვინც მოიხსენიებად ვაჯერა და ლაშქრობილი ჩვენი ქვეყანა და რიგით მე-6 თუ მე-7 მისი ბრძოლა განუხორციელებია ამ ხეობაში, ამ მხარეს, სადაც გიორგი მე-7 ამ ციხესიმაგრეში რამოდენიმე მებრძოლით გამაგრებული იქნა. ჩვენი ისტორიკოსების მიერ არის მოთხრობილი თუ რამდენიმე უარი მებრძოლი ყავდა ჩვენს მეფეს, მაგრამ მონღოლთა ისტორიკოსების მიერ არის მათ ამოღებული მამებს, სადაც ყვებიან, რომ ქართველთ მეფე დაახლოებით 300-დან 400 მეომრით დაგვიპირისპირდა 70,000-იანი ლაშქრის წინააღმდეგ, რომლებმაც ჩვენი ლაშქრის მესამედი გავინაღურეს. როცა ამ ხელად დიდი ზიანი მიადგათ მათ ლაშქარს, როცა იქნენ ძალიან დიდ დანაკლისში 70,000-დან 20,000-ზე მეტი მეომარი დაუხო 300-დან 400 მეომარმა და ამაზე განრისხებულ გაბრაზებულ თავად არის ჩამდგარი მის ლაშქარს თვითონ ხელმძღვანელობდა და აი ეს ადგილი რაც არის მოსწორებული, მოვაკებული თემურლენგის ლაშქრის მიერ მათ მიერ არის, მათ დაატერასეს და ლოცავოსნი ფისასროლი კატაპულტები იქნა განლაგებული და მით იქნა ციხესიმაგრე აღებული, რითაც დაუშინეს ციხესიმაგრეს და შემოანგრიეს ეს ადგილი მდებარეობდა. როცა შემომრეული იქნა ჩვენი ციხესიმაგრე, მერე ადგილად აიღეს, დაიპრეს, გაანადგურეს, რადგან გიორგი მე-7-ის ვერს გარდაცვლილი მდგომი, ვერც ცოცხალი შეიპყრეს, რადგან ეს სტრატეგიული ციხე იყო და ორი ვერსია არის ისტორიულად გიორგი მე-7-ზე. ანუ ერთი არის, რომ ბრძოლით ხელდახელს გაიყვანეს მეფე, რადგან იმ წვეში ადგილობრივად თავადმა რამოდენიმე მებრძოლი, 1000-მდე ვაჟკაცი მებრძოლი შეკრიბა და უცებ ქართველთ მეფეს შემოაგება, რომ ასე რომ ვთქვათ, გაიყვანათ მეფე ბრძოლის ველიდან. და სწორედ მაგ დროს მოხერხდა გაყვანა და მეორე არის სტრატეგიული ციხე რო იყო, თვითონ მეფე საიდუმლო გასასვლელით გაიყვანეს. აი ეს ვერსიაც არსებობს ჩვენი ციხის შესახებ და მე შურის აძიებლად გიორგი მე-7-ის ბუდიში სარგუნდებარეობა, რადგან აუღებელი მხარე იყო, აუღებელი ციხე-კოშკები, ციხე-ქალაქები არსებობდა. იყო მჭიდრო დასახლებული და ქალები, ბავშვები, მოხუცები, უწევ ადამიანები ყველანი ამოუყვანიათ და ყველანი დაუხოციათ. დღეს ეს ლახოცილ ადამიანები დედა ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან მოხსენიებული, ჩვენთან ყოველდღე ღამისთების წირვალუცველი მსახურებები და ყველა ქრისტიანულ მართლმადიდებლებთან დასრულებულებთან ერთად ვიხსენიებთ მათ წმინდა სულებს. ისტორიკოსები ვიღებიან, რომ აქ დახოცილ ადამიანთა სისხლი, როგორც დინარის ჩანჩქერით, ისე მოედინებოდა ციხის სათოფურებიდან და ხონგურებიდან. ეს სათოფურები და ხონგურები არის აი ფანჯრები, სადაც ველზე ახალი არის გალავანი დარგული, მასშტაბით აი ამ მასშტაბით 2 სართულიანი, 3 სართულიანი სახლი რო წარმოედგინოთ და ეს რო გაიწოს სისხლის გუბეებით და ზედა სართულიდან დაიწყოს უკვე გადმოსვლა გადმოდინა ამ სისხლს. საციციანო ყოფილა ამ ციციშვილ ფანასხერტელთა სათავადო, რომელთა თავადობა მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ მხარეს არის, მანამდე გამრეკელ თორელებს ყოფილა ქონიათ და რაღაც გარკვეული პერიოდი ძალიან მცირე ხანი ჯავახიშვილებსაც.
ნაწილობრივ აღდგენა მოხდა ციციშვილ ფანასკერტელების მიერ, ნაწილობრივ იმიტომ რომ ცოცხალი არავინ ყავდა დატოვილი გიორგი თემურლეგს, გიორგი მეშვიდესთან ბრძოლის შემდეგ, დრო პერიოდი ჟამი წლები გადიოდა და მოხერხდა ისე რომ მთლიანობა ერთობა დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ერთმანეთს განუდგენეს ადგილობრივი თავადები, ბრძოლას ომებს უცხადებენ და ყველა ბრძოლას სადავანს მოგეხსენებათ ადამიანთა გვას, სისხლისგან დღევა მოყვება და მე-17 საუკუნის ბოლოს რეალად იქნა ციხესიმაგრე მოყვა. მოგებული და ეს ძალიან მოკლედ ალბათ თავის მოგაბეზრეთ იმ არა, იქით